მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს. ესაა უკვე მე-6 ეპიზოდი და გვაქვს უკვე ძალიან დიდი სიახლე. ყავს პირველი სტუმარი, ჩვენი ძმა და მეგობარი ცოტნე სამუშია, რომელიც შეეცდება და დღეს დაგვეხმარება, რომ განვიხილოთ ისეთი ფილმი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს ნანახი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანს უყვარს. და ჩემთვის პირადად ეს ფილმი არის ქართული კინემატოგრაფიის მწვერვალი. მწვერვალი სახელთანაც ასოცირდება პრინციპში. ეს ფილმი არის ცისფერი მთებიანი დაუჯერებელი ამბავი. მეორენაირად ცისფერი მთებიანი ტიან-შანი, ელდარ შენგელაიას 1984 წლის ფილმი. პირველ რიგში მადლობა ცოტნე რომ ხართ ჩვენი პირველი სტუმარი, ნამდვილად პრივილეგია არის ჩემთვის, ხო? კი. დიდი პატივია. ნამდვილად. მოდი დავიწყოთ, ხო? ხო, მეც პარემ. მოგესალმებით, მეც მოგლეთ დაბრუნდით მოდი ეპიზოდით და პირველი ქართული ფილმის განხილვა ხდება დღეს ჩვენ არხზე, აქამდე იყო უცხოური ფილმები და მე ზოგადი განხილვა საერთოდ და დღეს განვიხილავთ ფილმს, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააზროვნო და დასაფიქრებელი ფილმი არის. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი არის შეიძლება ცოტა გასართობი და კომედია შეიძლება მოგეჩვენოთ, მაინც შინაარსი და ძირითადი აზრი და არსი არის ძალიან დიდი. შეიძლება მოგეჩვენოთ კი არა, ეს ფილმი არის ალბათ საუკეთესო კომედია ქართულ კინემატოგრაფიაში. აისბერგივით არის რა, ის ზევითა მხარე. ხო. და სხვადასხვა ამ ფილმზე დიდი ირონიული პროდუქტი, როგორც საქართველოს იმდროინდელი სახის ირონიული პროდუქტი არ გვაქვს ჩვენ. ქართველებს არც ფილმებში, არც თეატრში და არც სხვაგან, იმიტომ რომ ეს მართლა მწვერვალი ფილმი არის. შენ ასე ვთქვი, ერთი შეხედვით როგორი ფილმი არის და ალბათ ის ჯერ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, პირველი სტუმარი რო ვარ, მართლა დიდი პრივილეგია და ძალიან დიდი მადლობა რა მოკლედ რა. და რავი, წარმატებას გისურვებთ პირველ რიგში ამ წამოწყებისთვის, ძალიან მაგარი რამე არის რა. თქვენს ზოგადად ფილმებით მეც როგორც მიყვარს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის რა. რაც შეეხება თვითონ ტიან-შანს, ცისფერთებს, ნამდვილად რა. ტიან-შან. ნამდვილად ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ის არის რა. ფილმი არის ზოგადად შენგელაის ფილმებიდან მგონი ყველაზე მეტად რა ეს იყოს რა. ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, მონანიება ეხა რა თქმა უნდა. კი, მონანიება მაინც პირველი არის, მაგრამ ტიან-შანი ხო რავი, იმ პერიოდის საქართველოს და საბჭოთა კავშირის ძალიან კარგად აღწერს რა და აი იმებში რო არის ინგლისურ ფილმებში რო არის ჟანრი და dark comedy რა რაღაც ეგეთი სატირა რა. ხო, სატირა არის რა. სატირა, dark comedy რაღაც ეგეთი შავი კომედიის სტილი არის და გადატანითი მნიშვნელობით ისეთ რაღაცას ანახავს მაყურებელს, რომ ხო, აი ეს არის ფილმი, რომელსაც აქვს ძალიან მარტივი შინაარსი, მაგრამ მეორე მხრივ აქვს ძალიან დატვირთული შინაარსი და მოგეხსენებათ ყველა ვიცით, რომ ისა გენიალურობა სწორედ სიმარტივეში არის. ამ ფილმში აი ისეთი პერსონაჟები არიან, ისეთი საინტერესო პერსონაჟები არიან, თავიანთი არსებობით თუ არ არსებობით, თორე ერთი პერსონაჟი არის, ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი და საინტერესო, გივი. გივი სასოვა. გივი. ესაა პერსონაჟი, რომელსაც როლის შემსრულებელი არ ყავს, ანუ მსახიობი არ თამაშობს. ესაა პერსონაჟი, რომელიც თავად რეჟისორსაც არ ყავს ალბათ ნანახი და რომელიც, შეიძლება ფიზიკურადაც არ არსებობს. პროსტა ცნების დონეზე არის გივი, რომელსაც ყოველ დღე აკითხავს ორი მსუქანი კაცი. ეს ხო, გივი ჩვენ ვართ გივი. გივი, ჩვენ ვართ გივი. გივი ჩვენ ვართ. აკითხავს ორი მსუქანი კაცი და ეს გივი არასდროს არაა თავის კაბინეტში. აი აქაც სამხელა ირონია არის და დაცინვა. ეს არის ერთგვარი ლიტერატურთა ასოციაცია, ხო თუ რედაქცია უბრალოდ, ხო? ესაა დაწესებულება, სადაც რომელშიც უბრალოდ არა, სადაც ხო? ორივე რა. ესაა დაწესებულება, სადაც არავინ თავის საქმეს არ აკეთებს პირიქით. ეს არის დაწესებულება, სადაც ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი სინამდვილეში არის შაბიამნის
ესა რა ქვია დისტრიბუტორი, ხოლო მალიარი არის ყველაზე მაგარი მკითხველი და ეს არის დაწესებულება, რომლის გვერდითაც იმყოფება უზარმაზარი სტადიონი, რომელზეც მოტობურთი. თამაშობენ მოტობურთს და ეს მოტობურთის ფედერაციის პრეზიდენტი სინამდვილეში არის შესანიშნავი ლირიკოსი. პოეტი. აი ამხელა დაცინვა ერთ ფილმში და თან ესეთი მარტივი სახით და ესეთი კომიკური სახით ასეთი თემის წარმოჩენა, რა ვიცი, ნამდვილად გენიალური. სანამ გადავალთ რა უშუალოდ პერსონაჟების განხილვაზე, მაგამდე ზოგადად ამ ფილმში ეს დაწესებულება აღნიშნავს საბჭოთა კავშირის იდეაში. ანუ ეს არის წინასწარმეტყველებასავით, რომ დაინგრევოდა საბჭოთა კავშირი, თუმცა ხალხი მაინც დარჩებოდა იგივე აზრზე. ანუ იდეაში ხო ეს შენობა ხო დაინგრა, საბოლოო ჯამში როგორც წესრიგება დაინგრა, მაგრამ ხალხი, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა, იმ პერიოდში ნებიურობდა, მაინც იგივე დარჩა. ანუ არაფერი არ შეცვლილა, ხალხის უბრალოდ დაინგრა შენობა ამ შემთხვევაში რა, ხო და ეს არის წინასწარმეტყველებასავით ჩემი აზრით, რომ ეს ყველაფერი დაინგრევოდა და დიდი მაინც არაფერი შეიცვლებოდა, იმიტომ რომ ამ რედაქციაში არავინ არაფერს არ აკეთებს. ანუ ყველა საქმე რაღაც ილუზიური ვითომ საქმე და ყველა მითს ახლა ეს იდეაში არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ მაინც ვითომ რაღაც საქმიანები არიან და არ აღიარებენ ამ ყველაფერს. უცნობი რაღაცა უნდათ რომ ვითომ გააკეთო. არა და ვითომი ყველა საქმე აქ ეს ელაპარაკობს ორ ტელეფონზე ვაჟა საერთოდ ვითომ რაღაც მართლა მაგარი საქმე. ერთს ეუბნება რომ არა შენ არ გელაპარაკები, მერე მეორეს ეუბნება რომ არა შენ არ გელაპარაკები. და ის უნდა აღვნიშნო აი ვაჟა ყოველ ვაჟა ზაზაევიჩი, აი ესეც რამხელა ისა ირონია, ვაჟა ზაზაევიჩი, და ხო? ვაჟა აი ყოველთვის როცა ესმის სრული სათაური, ცისფერმეთები ამ ტიანშანი ყოველთვის რასაჭიროა ორი სათაური. ვითომ რაღაცა თავისი ის ხო, ვითომ შეაფასა და რაღაც შენიშვნა მისცა. ხო. სოსომ მთავარმა პერსონაჟმა, სოსომ დაწერა ასეთი წიგნი, მართლა ცისფერი მთები ანუ ტიანშანი, რომელიც მოიტანა სექტემბერში და უკვე როდესაც შემოდგომა გავიდა, ზამთარი გავიდა, გაზაფხული გავიდა და უკვე ზაფხული რო დადგა და კონფერენცია რო დაიწყო, იმისთვის რომ განეხილოთ ეს წიგნი, აღმოჩნდა რომ კაციშვილს არ ქონდა წაკითხული ეს წიგნი მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხულობდა რაღაც, ყველა პირდებოდა უბრალოდ სოსოს, რომ კი აუცილებლად წავიკითხავო და სინამდვილეში არავის არ ქონდა წაკითხული, მე რაღაც სულელური მოსაზრებები გამოთქვეს, რომ მეო იქ ვიღაცამ გამოაგზავნა დასკვნა, ვიღაც გამყრელიძემ, მეო მეთანხმებიო გამყრელიძის დასკვნასო, ეს ცნობილი ისაა. მე მხარს უჭერ გამყრელიძის დასკვნას. მოკლედ, სრული განუკითხავობა არის ამ დაწესებულებაში. კიდევ მთავარი მოტივები გამახსენეთ, აბა? ეხლა მოიცა ზოგადად ხასრად შეეხება, კაი, მაგრამ ეხლა მოდი გადავიდეთ პერსონაჟების განხილვაზე უშუალოდ. აი ცოტნე მაგათ, ჩემს საყვარელი პერსონაჟი რომელი არის? ჩემი საყვარელი პერსონაჟი ორი არის, ერთი სოსო. ხო. და მეორე მარკშაიდერი. მარკშაიდერი. მარკშაიდერი ძალიან კარგი პერსონაჟია, აი, ძალიან რაღაცნაირი სპეციფიური არის, რა თქმა უნდა. ადრე რო უყურეს, ბავშვობაში რო უყურეს სპექტებს, იუველად მოგი ყველაზე ნიშნავია და ამიტომ ამ პერსონაჟი რა. ხო. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად აი თითქოს ვერაფერს აკეთებენ. ხო. აი ეხა სოსო მაგალითად სოსო ყველაფერს ცდილობდა, ერთადერთი პიროვნება მე მგონი მის რაღაცას კინოში ცდილობს. აი ცდილობს რომ თქოზე ეს თავის ნაწარმოები საზოგადოებას გააცნოს რედაქციით რაღაც და ამ დროს რედაქციაში იდეაში ყველა ცდილობს რომ ეს წაიკითხოს და ხალხს გააცნოს, მაგრამ ამ დროს არავინ არ არის. არა, ეს მოსაჩვენებლად მოსაჩვენებლად რა მოსაჩვენებლად. აი მარკშაიდერზე რა გამახსენე, ყველაზე მაგარი მომენტი რაც შეიძლება იყოს. იგავარაკები ხო? არა, ეგ ერთი, მაგრამ მეორე. ხეზე ალბომი ლიფტში გაიჭედა, ხო? ეგ არა, ეგ მეორე. და თავის პერსონაჟი კიდე შემახანაო რა. მოკლედ, რაც მეთქობი. აი, როცა უკვე დაასკვნიან, რომ სიამდვილეში მოტობურთის კი არა, აფეთქების ბრალი ყოფილა, რომ შენობა ინგრევა და ეს მარკშაიდერი რო იტყვის. რაც მოგზავნილი ხოლმე. ხო, ეს მარკშაიდერი რო იტყვის, რომ არა, მოტობურთი არაფერ შუაში არ არის კაცო და იმის გამო რომ ვიღაცამ განსხვავებული აზრი გამოთქვა, მაგის გამო ეგრევე დააბრალეს, რომ ეს არის მოგზავნილი კაცი, ვითომ რა. ეს კაცი მოგზავნილი ხომ არ არის. ანუ იმის გამო რომ ვაჟას მოსაზრებას არ დაეთანხმა და შეეწინააღმდეგა, ესე იგი მე პირადად მოგზავნილი ყოფილა თურმე. ვაფრენ იმ თემაზე, რის გამოც არის მარკშაიდერი აქ ჩამოსული. ჯერ მარტო ყოველთვის ამბობს ეს კაცი რა, რომ ყუფარაძეს რო არ დაერეკავ, არ მოვიდოდიო.
და მე ის დირექტორი ხო პასუხობს, რომ კუფარაძემ თუ დარეკაო, იქ იმას დიდი პატივს ვცემთო და სინამდვილეში არ იცნობენ. ამ კუფარაძეს არავინ არ იცის, კაციშვილმა არ იცის ვინაა და რა დარეკავ, ის დაურეკა, რა უთხრა, ეგეც არავინ არ იცის. პროსტა კაცმა დარეკა და ესე იგი ეს მარკ შეიდერი უნდა მოსულიყო აქ იგავარაკების საკითხზე. ხო და მოვიდა, ანუ აი აქაც რამხელა დაცინვა არის, რომ აი მარკ შეიდერი ხო, რაღაც მთის ინჟინერი რაშუაში არის, ხო, სამთო ინჟინერი რაშუაში არის რედაქცია. და რის გამო დაასაქმეს ყველაზე მთავარი? თან სამთო ინჟინერსო დაავალეს იგავარაკების მიტანა. ხო, თან ანუ ყოველდღეს არავინ არ აქცევდა ამ კაცს, სანამ ლიფტი არ შეაკეთა. ანუ განა იმის გამო დაასაქმეს, რომ რაღაც იგავარაკები უეწონათ, აი, არა, ლიფტი რო გააკეთა, მაგრამ დაასაქმეს აქ არა და რაშუაშია სამთო ინჟინერი რედაქციაში. აი, ერთი მომენტი, პირველად რომ უყურე ამ ფილმს, კარგად მახსოვს ერთი მომენტი, რომელზეც ხმამაღლა გამეცინა. ის ლიფტი რო გაიჭედება, დირექტორი ჩამოდის იმ ოთართან ერთად რა, ის ერთ-ერთი მთავარი ისო არის და ამ ლიფტს ექსპლუატაციის ვადა როდის გაუვიდაო და რომ მოვიტანოთ უკვე გასული ქონდაო. ლიფტი უნდა ჩავაყენოთ. რა ლიფტი? ეს ლიფტი DK180. როდის გავიდა ექსპლუატაციის ვადა? რომ მოვიტანოთ უკვე გასული ქონდა. ხო და ამაში ასაკ. აი ასეთი ფილმი გონი არ გვაქვს რა. ესეთი კომედიის ფილმი, კი ბევრი კომედია გვაქვს რა. უდიპლომოს ასიძო რაღაცა არაჩვეულებრივი გამოფენა. ხო, ყველაზე სწრაფი მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე დახვეწილ კომედიად ეს მიმაჩნია. თან არ არის მარტო კომედია, რო დაუფიქრდე სატირალი არის და მე რო იაზრებ ჩათვალე თანამედროვეა რაღაცა ჭავჭავაძეს საკეთებდა იდეაში. აი დაწერდა ნაწარმოებს, იყო ნუ ეხლა ჭავჭავაძის ნაწარმოებების დაწერის გამო ნუ არ იყო თქო უნდა ილია ეხლა. მაგრამ ნუ იგივე იყო თანამედროვე შედარებით რა, აი 80-იანებში შენგელაიას საკეთებდა, იყო ეგ რომ კინემატოგრაფით ხალხს დაანახებდა, ნუ აღარ წიგნით უკვე აღარ, იმიტომ რომ კინო უფრო მარტივი საყურებელია წიგნი შედარებით თუ უძე საკითხი არის. მაგიტომ კინოთი უფრო თან უმეტეს კომედიით რო ახვედრებ თან იმდროინდელი ცენზურაც უკვე უმეტეს საბჭოთა კავშირი რო ინგრევა, უკვე ვეღარაფერს მაკეთებს მაგისთვის რა რომ გააჩეროს რა უმეტეს ოცა კომედია და არის ჩამოყალიბებული ფილმი უკვე რთული არის. ნუ თვითონ მაშინ ლიტერატურაც წერა ილია რო წერდა, მაშინ ცენზურა ვერაფერს უკეთებდა დიდად. ხო, ეს ზოგადად უკეთებდა, როგორც ზოგადად საქართველოს ხო საუკუნეების განმავლობაში იყო ვიღაცის დაქვემდებარებაში და ამის გამო მთელი ჩვენი არსებობის ისტორიაში გვიწევდა რომ დაგვეწერა ნაწარმოებები სულ გადაათი მნიშვნელობისთან. პირდაპირ ვერწერთ, ანუ ყოველთვის ამის ნიჭი გვაქვს ხონდა ქართველებს ჩამოყალიბდა რომ ყველაფერს წერთ გადაათი მნიშვნელობის ისე რომ ვერ შეგადაობა ვერავინ ფაქტობრივად. ეხლა ცისფერი თემი მაგალითად რომ აი იმ პერიოდში ყოფილიყო მაგარი ცენზურა. ვინ შეედაებოდა ეხლა მაგ წიგნს რომ არა ეს არის რა ქვია, ცუდი ის არის რა. ხო, ანუ ვერ შეედაებოდა ვერავინ, იმიტომ რომ ისე იყო გადაღებული რომ ვერ იტყვი რომ ეს ვიღაცას აყენებს, მაგრამ სიამოვნებაში რა აზრიცებს, მას ყველა ხვდებით რა თქმა უნდა, ხო? ხო, ზოგადად ილია ჭავჭავაძე იყო თუ ვინც არ ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ნიჭი რომ დაეწერა თავის ნაწარმოები ისე რომ იდეაში არ გამოჩენილიყო არაფერი ასე პირდაპირ რა და ყოფილიყო. მე იცი რას ვფიქრობ ახლა აქ არც ერთს არ მოგვიწია საბჭოთა კავშირში ცხოვრება საბედნიეროდ. მაგრამ არ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს ამ ფილმის არსს მაინც ხვდები გარკვეული დროის შემდეგ, თუნდაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმიტომ რომ რავი, მაინც ალბათობა უფრო მეტი არის, რომ როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი, ვერავინ ვერ მიხვდებოდა, რომ ეს დაწესებულება სინამდვილეში პროტოტიპი იყო, ხო, საბჭოთა კავშირის და იქ მთელი ის პროფესურა თუ რაც იჯდა ზემოთ, ეგ იყო აქ მომუშავე პერსონალი და ჩვენ გამოგჩა ძალიან მთავარი დეტალი. რა გამოგჩა ეს ნახატი. ხო, მაგაზეს ანუ მაგით იწყო და მაგით მთავარი. მაგაზეს ანუ ეს დავამატებ ის. ზოგადად ცისფერი მთები აი გამორჩეული არ არის რაღაცა ჯილდოებით რა. არაფერი დიდად ეხლა არაფერი მოუგია ერთადერთი იყო რაღაცა პრიზი მოიგო თვითონ რეჟისორმა რა. შენგელაია მეტი დიდი არაფერი რა. მაგრამ აი რო დაუფიქრდე ნუ ჯერ 80-იანების რეჟისურა და ზოგადად კინოები რაც გამოსული არის ქართული კინემატოგრაფია აი ეხა რო გადაიღო იგივე ალბათ ნუ შეიძლება ეხაც რთული არის ქართული ფილმების გადაღება და საერთაშორისო საზღვარგარეთ რა. მაგრამ ნუ ეხაც ეხა ბევრად იპოზატორი მასშტაბით საბჭოთა კავშირის დროს ეხა ერთ რთული იყო, მაგრამ თუნდაც ეხა მონანიება რო 97-ში გამოვიდა 3 წლის 84-ში.
84-ში. მონანიება? ხო 84-ში. 4-იანი. და ერთ დროს გამოვიდა? ერთ დროს გამოვიდა? ერთ 84-ში გამოვიდა მონანია. მით უმეტეს, მაშინ ერთ პერიოდში თუ და გამოვიდა. როგორი კავშირია მართლა წელთანაც და ფილმის შინაარსთან. რა ფილმები გამოვიდა მაშინ ერთ წელს რა დაუკვირდოს და აი საბჭოთა კავშირი, ძალიან, უფრო საბჭოთა კავშირზე ხა დიდი გავლენა ციფრებს დიდად არ ქონია, უფრო ხალხის აზროვნებაზე რა. ბევრად ეხა ზოგადად რატოს ციფრები მთელი რატოს არის ცნობილი, ეხა უფრო არის, არა ეხა იმიტომ რომ დიდი რაღაც კვალი დატოვა თვითონ დაშლაზე საბჭოთა კავშირის არამედ იმიტომ რომ ხალხის აზროვნებაში დატოვა სხვა შეცვალა მოკლედ ბევრის შეხედულება რა. ეხლა უცბად გამახსენდა ეხლა თქვა არ მინდა თემას გადავუხვიო მონანიება რო ახსენე. აი რო დაუკვირდეთ მაშინ ხო საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული იყო და რეჟიმი იყო და როგორ მისცეს უფლება თენგიზ აბულაძეს რომ მონანიება მაგას მე ხსნი მაგას პროსტა. ეგ იგივეა რაც სტენლი კუბრიკმა რო გადაიღო მექანიკური ფორტეფი. თენგიზ აბულაძეს ვერ შეედავებოდა ჩემი აზრით. სოდომის ასოცირდე რო გადაიღო იმას. თენგიზ აბულაძე უფრო სერიოზული ისტორია და ბევრად დიდ მასშტაბებზე გადიოდა რა. თენგიზ ვერ შეედავებოდა. ალბათ ხო რა. პირდაპირ არ გამოუჩენია არაფერი, ანუ ეს ყველაფერი იყო საქართველოს მაგალითზე ხა. აი როგორ გინდა დაუმტკიცო ხა თენგიზ აბულაძეს რომ გააკეთა აი ყველაფერი სპეციალ აი როგორ გინდა დაუმტკიცო. აბა მაინც სახელი უნდა დაარქვას, აქ ჰიტლერი თუ ის ვერ დაუმტკიცებს, ვერ დაუმტკიცს. აი თამბერიას და თან აი სიტყვაზე აი მოვიდა ერთ თენგიზ აბულაძე და გეუბნება რის გამო დაადეთ აი არ გინდა ახლა ცისფერთებზე ვსაუბრობთ ახლა აი შორს წაგვიყვანს ახლა იქ თემა. ხო ძალიან ის არის, ნუ ხო რა მაგარი უცნაურია, შეიძლება ცენზურამ სიტყვაზე ვერ იმასოს, ანუ იყო საბჭოთა კავშირის ვერ აიკრძალა, მაგრამ ნუ ახლა ფაქტი არის რომ ერთ-ერთი მაღაზია არის ლაპარაკი, მართლა სახელმწიფო არ არის. ნუ ეგ არ ვიცი რა უკვე. გრენლანდია ვახსენეთ და ხო როგორც უკვე თქვით, გრენლანდიით იწყება ფილმი და ხო ნუ ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მე არის ის გრენლანდია როგორ ვარდება და მთელი აზრი ამ გრენლანდიის, ან ჯერ მარტო რა შუაში არის, აი პროსტა რაღაცა ყინულებიანი ნახატი, რედაქცია არაფერი არ დევს ამ ნახატში, ხო? პროსტა რაღაც ძალიან ფილმის აზრი არის, ეგ რო არის უაზრობა. უაზრობა არის ყველაფერი. აზრი არ დევს. არა და ეს ნახატი იდეაში წარმოადგენს აი ესეთი თეორიაც არის, რომ აი როგორი გაყინულიც არის ამ ნახატში ყველაფერი, ისეთი გაყინული და უძრავ არის. მთელი ეს რედაქცია და მთელი საბჭოთა კავშირი, ანუ არ ვითარდება არაფერი. ყველაზე მაგარი ისაა, რომ ეს ნახატი კიდია მთავარი რედაქტორის კაბინეტში ზუსტად ამ მაგიდის ზემოთ, სადაც ზის ეს კაცი. და როდესაც იწყებს უკვე საბჭოთა კავშირი, ანუ ეს შენობა დაშლას, ხო იბზარება რა თქმა უნდა შენობა და ცვივა ზემოდან ის კირი თუ რაც ქვია, ხო? ეს ჭერის ის და ეშინია ეხა ამ იმას რა ქვია, ბატონ ვასოს რომ თავში არ დამეცესო, იმიტომ რომ მომკლავსო, ხო? არა ეშინია. კაციშვილს არ გააქვს ეს ნახატი ამ ოთახიდან და როდესაც დადგება დრო და გაიტანენ ამ ნახატს, გაიტანენ მთავარი კონფერენციის დარბაზში და მაინც და მაინც იქ დაეცემა მაინც და მაინც ბატონ ვასოს. აი ესეც რამხელა ისა შარჟი არის. და ყველაზე დიდი აზრი რაც არის საერთოდ. შენობა რო იმგრევა ბოლოს უკვე და ნახატი რო გააქვთ გარეთ მაინც. ეხლა ნახე ეგ რაც წარმოადგენს. როგორც წაგან ვახსენებ. დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ხალხმა ეს თავის გაყინული და მაინც ეს შეჩერებული ეს განუვითარებელი რაღაცა გაიტანა, ანუ თან წაიყოლა მაინც, იმიტომ რომ არ უნდა ამის დატოვება. ანუ არ სურთ განვითარება, როგორც მაშინ განვითარებაზე ფიქრი იყო დანაშაული. ანუ კომფორტის ზონა არ უნდა და არავინ არ კომფორტის ზონა აქვს შექმნილი, არავინ არაფერს არ აკეთებს, არავინ არაფერს ეუნება. ხო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანია ვის ეანტრება ის პერიოდი სამწუხაროდ. რომ აი უფრო მაგარია საბჭოთა კავშირი, მაგრამ შემდგომში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო განვითარების შეჩერება, იმიტომ რომ რაც გამოჩნდა აი ახლა მსადეგრეც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ რაღაც დადებითი და უარყოფითი ყველაფერს აქვს. განვითარებას კი ეხლა. განვითარება რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უფრო მეტი უარყოფითი ეხლა რა თქმა უნდა, უფრო მეტი უარყოფითი ქონდა. განვითარება იყო, ანუ შეჩერებული ფაქტობრივად. რა თქმა უნდა, ტოტალიტარული რეჟიმი იყო დაბარა იქ. ანუ ბოლოს კი უკვე საბჭოთა კავშირის ხო ახლა. ხო. არ გვინდა ახლა მაგით ძალიან პოლიტიკაში გადავდივართ და რაღაც შარი არ მოგვიდნენ ახლა კიდე კომენტარებში. რაც შეეხება ახლა რა მინდოდა მე თქვა. ხო, კიდევ ერთი პერსონაჟი გამოგჩა. ბატონი შოთა. ერთი არ ბევრი გამოგჩა.
ვინმეს თუ გახსოვთ ბატონი შოთა. შოთა. რომელია? კაცი, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წამსა და ყოველ წუთს უსმენს ფრანგული ენის გაკვეთილებს. შუქრი ქვია მაგას. შუქრი, ბოდი, შუქრი. დამოსინა, ხო. შუქრი, ხო, ბოდი. კაცი, რომელიც ყოველ წუთას უსმენს ფრანგული ენის გაკვეთილებს და პრინციპულად არ კითხულობს. პრინციპულად, ანუ თვითონაც არ იცის რის გამოც არ კითხულობს, მაგრამ ეუბნება რომ არა, შენ იციო, მე რის გამოც არ წავიკითხავ მაგ წიგნსო. პრინციპულად არ კითხულობს ამ ცისფერ თემს და ხო, აი შეზრდილი არის ამ ფრანგულ ენაზე. ოღონდ ამ ფრანგული ენიდან მე გამოირკვევა რომ მარტო გამარჯობა იცის თან ის გამოსწავლოს ეგეც პროცესს სწავლობს. და მე თან აღმოჩნდება რომ მე ამის გარდა ყველა მუკეთ იცის ფრანგული. ხო. აი, როდესაც შემოწმებაზე დადიან და ეს მოტოციკლეტიც თან დააქვთ, ხო? მე ხო შევლენ ამის ოთახში და მოტოციკლეტი რატო დაყავთ შენობაში? ხო შევლენ ამის ოთახში და მე აღმოჩნდება რომ ის მოტოციკლისტის ფრანგულად ლაპარაკობს, ეს ვაჟა ზაზავიჩიც, ის მოტობურთის ფედერაციის პრეზიდენტიც და ეს მარტო რავი, გამარჯობითაა შემოფარგლული. მე ხომ მაგ ფერმერთან ერთად ერთი მომენტი გამახსენდა. არ ვიცი თუ გახსოვთ თუ არა რა. ლიფტიდან რომ გამოდიან პერსონაჟები ძალიან დამამახსოვრდა უყურე რომ გამოდიან მიდიან დერეფანში და დერეფანი არ ჩვეულებრივი ეს უბრალოდ კიბია გაკეთებული და იცი აი კიბი არის ეს ორი კიბი არის და ჩადიან და მიდიან აი არაფერი არ არის აი მინდოდა მეთქვა მაგრამ აი დამასწრო რა მაინც რა ეგ ძალიან კაი აი ხო მართლაც აი სწორი იატაკი არის ჩვეულებრივი დერეფანი მიდის და კიბეები უბრალოდ ადის ზემოთ და ჩადის ანუ აი უაზრობა რაღაცა დებილობა რა საჭირო არის ის კიბე ხო თან რა ანუ ეგეთი ფილმი ჯერ არ აქვს თვითონ რეჟისორს გადაღებული ისა რა აი რაღაც თავისი როგორ ვთქვა პეცი აქვს რა აი რაღაც ანუ ეგეთი რო არა გადაღებული ჯერ კრეატივს ანახებს თვითონ რეჟისორის და აი ნუ ხა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რა პოლიტიკური დამოკიდებულება თვითონ აი შეხედულებას რა ყველაფერს აბსოლუტურად ერთი φιλმით მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი მთლიანი სარეჟისორო კარიერა რა აუცილებლად უნდა ვახსენოთ მუსიკალური გაფორმება ფილმი რომელიც იმიტომ რომ შენგელაის ეგ არის თუ ბოლო არის შენგელაის ბოლო ფილმი შენგელაის ბოლო φιλმი ცისფერეთები მგონი მართლა კი უნდა ვახსენოთ აუცილებლად მუსიკა ერთი მუსიკა გენიალური გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც მარტო ანუ ერთი ნაწარმოებია მარტო გამოყენებული და ეს ერთი ნაწარმოებიც ისე უხდება მთელს ფილმს, აი udardeli რაღაცა აი როგორ ვთქვა რა, აი დიდი როგორც ფილმი ისეთია მუსიკა. ხო, აი როგორც ფილმი, აი udardeli რაღაც მთელი ფილმი ეს მუსიკა მიდის. ძალიან ცნობილი. თან აი გუშინ უყურე ამ ფილმს ხელახლა და ამეკვია და ეგ მელოდია ვეღარ ჩერდებოდი უკვე სულ ესე ვიღინები ჩვენ აი ისეთი დასამახსოვრებელი მელოდია არის რომ აი ძალიან ისეთია რა მართლა აი აქ თქვენ თუ დააკვირდით მაგ ფილმში არის ეგ ფილმი ნუ ეხლა ყველა მიცით რომ გამოირჩევა დეტალებით ნუ ის დეტალი არის ხო ის კიბები რო ადის ჩადის აქ არის ერთი დეტალი რომელსაც ასრულებს ვაჟა ზაზაევიჩი პირველად რომ მოვა სამსახურში შვებულების მერე იქ სოსოსაც ხო აიყვანს თავის კაბინეტში და აღარ შემიძლიაო ეს მოტობურთიო წაიღესო ტვინიო ის გამიგიაო რა ქვია ფეხბურთის გამიგია არა ხო კალათბურთი გამიგიაო ხელბურთი გამიგიაო ფეხბურთიც გამიგიაო აი ეს რამხელა მნიშვნელობისაა ეხლა კი იცი ფეხბურთის გამიგია მაგრამ ეს მოტობურთი რა არის ანუ რა გამოდის რომ ისინი უფრო განვითარებული არის იმ პერიოდში ვიდრე ფეხბურთი ხო მაგისტრი ეგრე გამოდის რა აი ჯერ მარტო აი სპორტიც რა იდიოტობა არის ხო აი მოტოთი იმის თამაში ბურთის თამაში ფეხბურთი გამიგია კიდე მოტობურთი რა გამიგია მოტობურთი ეხლა რა ვითამაშობს და მაშინ მოტობურთს ადუნე ითამაშა ჩვენ გამოგჭა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ფრაზა რომელიც ყველა თქვენგან მაიცის არა ბევრი ფრაზა გამოგჭა თუნდაც ისიც რომ 3 წელი სიცარიელეში ვარო ხო სოსო რო ამბობს და კიდე ჩემი საყვარელი ვერ გავიგე კაცო მე აქ ვარ თუ იქ სად იქ ხო და მაგ კაც რა ქვია მაგ ფილმში სვანი რო არის კვერცხს რო ჭამს მოხარშულს აუ აღარ მახსოვს კვერცხი რო სეიფში კვერცხი შენახული სეიფში კვერცხი რო შენახული რო იცავს კვერცხს და არ მშვებულებაში რო ვერ გავიდა ხო აუ ხო იმის გამო რომ აძალებენ კითხვას ოღონ არ კითხულობს მაგრამ და ვერ მშვებულებაში გასულია მაგრამ სამსხურშია მაინც
ხოდა ეხლა რომ დაიწყო, მაგრამ იმდეს ვიცი რა, აუ კაი. გეფიცები აი თუ არ მერჩივნოს ეგ ფილმი ამერიკულ კომედიებს არა, მე უნდა ქართული კომედია მირჩივნე ყველა ფრანგულ კომედიას მირჩივნე ქართული კომედია მე ხო ნუ ეგ კი მე მირჩივნია და სხვების არ ვიცი რა. რამდენიმე ფილმი კი თორე ახლა ყველა ფილმი არა ახლა ჩემთვის პირადად ქართული ხადაობა, იხუროები და იუმორი არის ჩემთვის პირველი მართლა, იმიტომ რომ მაინც ხა ჩვენი ხალხია და ჩვენ უფრო გვესმის ხა რა, მაგრამ ჩვენი ხადაობები ვიყურე სხვა სიტყვაზე რა. თან ისეთი გადავენ, ისეთი ხუმრობები არის, თან ჩვენი კულტურა რო ვიცი. ხო. და ჩვენი კულტურაში ეგეთი ხუმრობები რო არ არის, რაღაც ძალიან ისეთი აქტუალური და უცხოდ რო გაიჩნდება რაღაც ფილმში ძალიან ისეთი. ეხა ის შეადარეთ ქართული კომედიები, აი თუნდაც ცისფერინთები და რავი, არაჩვეულებრივი გამოფენა. ან მე ბებია ილიკო და ილარი. აი შედევრი. ეს ფილმები ახლა შეადარეთ ამერიკულ კომედიებს, იქ რაღაცა დუეინ ჯონსონის და კევინ ჰარტის. ეს არის 100 თავის. ორივე თავისებურია. ორივე თავისებურია, ახლა ისიც მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ რომელი უფრო დახვეწილი კომედია არის და რომელში უფრო დიდი შინაარსი აი როგორ ჩემი აზრით ეგ კევინ ჰარტი და ზოგადად აი კომედიები რა, ედი მერფი და მაგათ კომედიები უნდა შეადარო ჩვენ დრუპს და დრუპის და იცი რა არის ნახე შორზოს ამერიკელები ეხლა რა თქმა უნდა ამჯობინებენ თავის იუმორს, იმიტომ რომ ანუ იქაურები არიან და იქაური თავისი ჩვენ ის უფრო ესმის. რომ ჩვენი კომედია დავიცვათ და პირველ კი, უნდა დავიცვათ, ეგეც არის, მაგრამ მაინც ხა ზოგადად როცა დაიბადები ქვეყანაში და იცი შენი ისტორია და ზოგადად ხადაობის ფუძე, ის უფრო გირჩევნია ვიდრე სხვა რა თქმა უნდა. ეხლა რა ვისაც უნდა კითხო თავის კომედია საუკეთესო აღიარებს ალბათ მაინც რა. ხო და წეგა რა უნდა მეთქვა ეხლა. აი კიდე უსაქმროვის პიკი რატო არის და დებილობა რატო არის? ლიფტში რო იჭედება ყოველ 2 წამში ვასო. აი ყოველ ჯერზე როდესაც ვასო მიდის ხელი მოაწევინოს იჭედება ლიფტში. და ეს რო ეკითხება რა ქვია. რა ფილმია ვაფშე? რა უაზრო ფილმია? მაგ შეიძლება რო ეკითხება რომ უაზრო ფილმია. თქვენზე მითხრეს ლიფტში გაიჭედაო და მართალია? რა ვიცი, მეგონი კი. დიში თქვენზე მითხრეს ლიფტში გაიჭედაო. მართალია? რა იცი, მე მგონი. ვაიმე რა აი რა. აი მე რომ მკითხო ამ ფილმის ტოპ 3 თემა როგორც განუვითარებელი თემა რა არისო ტოპ 3-ში შევიყვან იმას იქ ქალი რო არის ერთი ვასოსთან როზის და რამდენჯერაც ყავას შესთავაზებს ქმარი რომ მოდის დაადებეთ ჩემ თულსტოვი ეს ქმარის დიდო ტიპაჟიც ამაგარი ეგ ის პეტრიაშვილი ხო კუდი კუდს ვახდები კუდი ეს შვილი რა გერმანული რაღაც ლექსებს რო უკითხავს და ეს სოსლო ეშინია რომ აღარ მოგასწრით აღარ მოგასწრით აგარია ხო კიდე ერთი ხა ერთ-ერთი მთავარი კიდე რაც ვახსენოთ არის სესილიას თაყაიშვილის გოლფილმი არის ну რავი ერთ-ერთი ყველაზე გენიოსი და ხო ეს კაცი არის ამაყაროს თორე შემიშლებში და რაც ხელა გავიდე საქმე ხო რა ერთ-ერთი გენიოსი ქართული მსახიობი არის ქალი რა ვიცი ბოლო ფილმი არის მოკლედ შესაძლოა მალევე მე გარდაიცვალა ხელები ჩავკიდის და ზევიდა მოდის თუ გვის ამას ეს მნიშვნელოვანია ძალიან აი ახაჩი მაქანა სიგარეტი არ გაქვენ აი სესილიას ბოლო როლი მაინც ისეთი იყო როგორც უნდა ყოფილიყო რა აი იდეალური ფილმია მართლა იდეალური ფილმია აი მონანიებადის ის ფერმთევი არის აი სულ სხვადასხვა ჟანრი არის ახლა არა ხო თავის იმაში რომ შეადარო ორივე არის აი საუკეთესო მართლა რა იდეაში ორი ერთგვარი საქმე აქვს რა ერთი აზრი აქვს ორივე შეერთება ზოგადად მაგ პერიოდის ფილმებს ყოველას აქვს ძირითადად ერთი აზრი სამშაბათო კავშირის დაკვირვება ხო ნუ მაშინ საბჭოთა კავშირის დროს რასაც იღებდნენ ხო მაგ მოტივის ფილმები იყო ეხლა მარკ შეიდერი მივიწყეთ ძალიან მაგის როლი შეიდერი არის აი ყველაზე ძილობიანი კაც ყველაზე რაღაც მოწიწებით რო ლაპარაკობს რაღაც ყველას შეუძლია დაელოდოს დღეების განმავლობაში და ესეთი წყნარი ტიპია რა ყველაზე შვიდი კაცი არის რა და რა პრინციპში ამ ვახსენეთ კიდევაც ხო მაგის დასკვნა რო იყო რომ ხო ისენ ფეთქდება ქანებს აფეთქებენ და მაგის ბრალი დაო
ყოველდღიურად რო დავუფიქრდე, შეიძლება იქ მაგ შეიძლება ზოგადად აი ტიპაჟი იყოს იმ პერიოდში იმ 7 ტიპის რა, რომელიც იჩაგრება უმეტესად შემთხვევაში. და კიდე აი ყველაზე ისე დასამახსოვრებელი რაც არის. ის კაცი თუ გახსოვთ, ნახაც რო ამაგრებს მერე. ნახაც ანუ კი, მადლობა გრეც გაგაქვს და ნახაც რო კი არ გამაქვს ამაგრებს, ხო და. ხო, აი მაგაც უნდა ვისაუბრო რა. მაგაცმა თქვა რომ მე პატარა კაცი ვარო, ეხლა რასაც ჩამძახებან იმას ამოძახ. განა იმიტომ რომ მე აზროვნება არ შემიძლიაო. უბრალოდ თუ უნდა დავიმორჩილო პატარა კაცი ვარო და პატარა კაცი ვარ. რასაც ჩამძახებენ იმას ამოძახ. იმიტომ კი არა რომ ყველაფერი მჯერა. ანდაც ჩემი აზრი არ ამო. არა, ასე მოიტანა ცხოვრება. მეფიან ასეაო, ასეა თქვა. მეფიან ისეაო, ისეა. აი ეგეთი პატარა კაცები რამდენი იყო იმას წარმოიდგინეთ. ეხლა ეგ მალი არის მირჩევნია დემისრიერ პერსონაჟს ჭუით და იმიტომ რომ იდეაში ეგ უფრო იმსახურებს ეხლა რომ იყოს დირექტორი თქვა ვიდრე ის ვაჟა. იმიტომ რომ ისინი არაფერს არ აკეთებენ, ყველაფერს ეს კითხულობს მარტო. და ეგეთი პატარა კაცები, პატარა პერსონაჟები ძალიან ბევრი იყო იმ პერიოდში, რომლებიც იდეაში იყვნენ ძალიან ჭკვიანები, მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა ვერ გაიქაჩნენ, მაგის გამო ძალიან დაიჩაგნენ, რატომ ეგეთ ძალიან ბევრი. ხო, აქტუალური პრობლემა არის ახაც, იმიტომ რომ ალბათ უფრო ამბიციურობის თემაზე არის რა, შეიძლება კარგი ადამიანი იყო, ღირსება ქონდეს, როგორც ეხლა მან პერსონაჟებში რა ის რო არის, რა ქვია, უნივერსალური და აქტუალური პრობლემა. შექსპირის 66-ე სონე. შექსპირის 66-ე სონეტში რო არის, რადგან რეგვენი ბრძენობს და თუ როგორაა? ხო, მახსოვს. ხო, ნუ რეგვენები მართლა ბრძენობდნენ და ესეთი განათლებული კაცები ახლა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს, რომ თანმაგებელი უფრო ჭკვიანი შეიძლება იყოს, ვიდრე თანამდებობის პირი. მაგრამ იმის გამო რომ ის ვერ გაიქაჩა, მაგიტო იჩაგრება და არის დავალ თანამდებობაზე რა უბრალოდ რა. ეგ ანუ ისეთი პრობლემა არის, რომ აი ყოველთვის იქნება რა, აქტუალური აბსოლუტურად რა. არ იქნება რომ ის იყოს. იმაზეც ვისაუბროთ, რამხელა კავშირი აქვს შაბიამას რედაქციასთან, ხო? მთავარი რედაქტორი რო არის სინამდვილეში შაბიამის დისტრიბუტორი. ყველაზე ალოგიკური მგონი ეგ არის ამ ფილმში. ჩემი აზრით. და მე რო ეუბნება იქ სოსოს რომ იქ ალპინიზმის იმაშიც მიიტანეო ეს ნაწარმოებიო რა ვიცი, მაინც მთებიო რაღაცაო და არ თავიდან რომ მოუტას სოსო რომ აი დავწერეო წიგნიო და უი მართლა რას მელაპარაკები და ვიცოდი რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა. არა რა, ეს თან არ ეხუმრებიან არც იგადავებული. არა ხო, სერიოზულად ლაპარაკობენ. ეგეთი ცინიკური ტიპები, ანუ ეხლა ჩვენ რა შეიძლება ანუ ზოგადად კინოფილმი არის ცინიკო ანუ ეგაა რა. და ანუ ცინიკური ტიპები არიან. მაგრამ მაგას ვერ ხვდები, ანუ ეგეთი ტიპები არიან, ანუ ეგეთი ადამიანები არიან პერსონაჟები თვითონ. იცი რომ არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ არ აღიარებენ მაინც. უი, ჩვენ ის არ ვახსენეთ, მალიარის გარდა კიდე ერთი ბიჭი რო კითხულობს წიგნებს. აი ჭადრაკს არა, ეგენი არა, მაგის გვერდით რო ბიჭის ის და სულ რო კითხულობს. ეგეც თუნდაც და ხო ნუ ის ჭადრაკს რო თამაშობენ ის მოვიდა ნახат რო არის ამაგ. ხო და რა უდროუდროს მოდის ეს კაცი, დირექტორი რომ მოდის. ვისაუბროთ ახლა კონფერენციაზე, ხო? ხო, კონფერენცია არის, მოკლედ შემსწავლებს რომ მოიყვანს, ცოლის დაკალებს რომ მოიყვანს ეს კაცი. რაღა ის კაცი დირექტორი. და წაკითხული არავის რო არ აქვს და რომ განიხელავებით რომ მაინც ხავთ იმას რომ და აი ყველაფერი რომ მაშინ ხდება, ყველა მაშინ შემოდის, ყველა მაშინ რეკავს და ვერ იწყებენ ამ კონფერენციას, მაგრამ მე იმაზე ვღადავ. ანუ ვერ მიაქვს რა ბოლომდე რა. ერთ-ერთ მთავარ რედაქტორს მოთარსო დაავალებენ რომ რაღაცა ტაშის დროს მუსიკა ჩართო და ადრე რო ჩართავს. ეგ რის დროს ჩართო მოიცა რაღაცა მოხდა მაგდროს. გადავრჩენილ ვართ, მეგობრებო, ტაში და ის ჩართავს რაღაც დებილობა. გადავრჩენილ ვართ, მეგობრებო. Dándole. Dale. ვერ გავაგებინე. ეხლა გააჩერე, კაცო, გააჩერე რა. ჩვენ არ მითხარით ტაშის დროს ჩართეო. ის სხვა ტაში ის მერე იქნება. რა შუაში. ხო და მაგ იმაზე რა კონფერენციაზე ხა არავის არ აინტერესებს არაფერი, ყველა თავის პონჩი ერთობა ყველა და ჩემს საყვარელი მომენტი მაგ კონფერენციაზე ეს არის ეს უკანდიდატი რომ ფანჯერას ჩამოიღებს. გარდაიცვალა. ნომერი ხომ დატოვა? ხომ არავის გახსოვს ჩემ ხელი?
ნულზე მთავდებოდა თუ მეხსიერება რა. აი მე გამაყეთ ფანჯარა. აი პროსტა ჩამოიღებს და თან არავის არ ინტერესებს. ჩამოიღო დადო, всё. მე ხმაური შემოვიდა სამაგიერო ძიუს რა. იდეაში ხა რო აი შეჯამებ, ნუ აი რაღაცა შეჯამების ნუ გავაკეთოთ იდეაში რაც თქვით არის რომ არის რაღაც უაზრობის პიკი, ხო? აი ერთი საინტერესო რაღაცა იყო ორივეს რა. აი რას რომელ ფილმში ადარებდით ამ ფილმს? უცხოურს. უცხოურს? ნუ აი უცხოურს რა. უცხოური ეგეთი რავი. და თქვენც ვინც უყურებთ აი ყველაზე კარგი შედარება რომელი კომენტარებში დაგვიწერეთ რა ფილმი გახსენდებათ მის გავსი რა არის? ასეთი ფილმებს გადაიღებს მარტო ფარგო ბიჭო ფარგო. ანუ ფარგო არა ზოგადად ასეთი ფილმი მეცი რა გამახსენდა ის რო არის რა ქვია მაგას გამიფიქრე ხო უცნობია. არა ძალიან კაი რაღაცა. ნახე გეტყვი როგორ რაღაცა არის. ასეთ ფილმს გადაიღებს ის ქვეყანა სადაც იყო ასეთი პრობლემები. ხა ამერიკელები ხა საბჭოთა კავშირში მაშინ ხო და მაშინ უნდა აი სლავური ქვეყნებია ლიტვა, ლატვია შეიძლება ეს ფილმი გადაიღოს. რუსულ ფილმებში შეიძლება რაღაც ესეთი ხო სიტყვაზე ამერიკაში ხა ეს ფილმი ეს არ გადაიღებენ, იმიტომ რომ არ იყო ეგეთი პრობლემები ხა როგორც აქ იყო. ხო ამერიკაში უარესი პრობლემებიც იყო, მაგრამ აი მაგალითად ერთხელ ამერიკაში ის რო იყო წეს რო იყო შალი კანონი, მაგაზე ხო არის გადაღებული ფილმი ერთხელ ამერიკაში. კანონზე 100 ფილმი ზუსტად ანალოგიურად ამ ეს ხო მაგრამ ასეთი მე არ მინახავ შეიძლება აი თუ რა მე ვამბობ აი უაზრობა სატირა უაზრობა აი აზე არ მინახავს უცხოური ქართული შეიძლება გამახსენო უცხოური არა ეხლა ესე უცებ ვერ გავიხსენებ აი კომენტარებში დაგვიწერეთ კომენტარებში დაგვიწერეთ აბა რა ფილმი გახსენებათ და შეიძლება რაღაც ჩეხური რაღაც ეგეთი ფილმი იყოს და აი კომენტარებში კიდე დაგვიწერეთ ვინ არის ამ ფილმში თქვენი საყვარელი პერსონაჟი ხო ეგეც ცისფერ მთებში აი მე არ ვიცი ჩემს საყვარელ პერსონაჟი ვინ არის შორის ამ ფილმში და ჩემთვის მაინც ვაჟა საზარევიჩი რა არ აი მართლა ვფიქრობ ხოლმე და არ ვიცი რა იმის შეიძლება ეხა ვასოც მაგრამ მოყავს იმის გასატეხია დაიტრია ამას ამოჭრით არა მოჭრი ამას არა მოჭრი არა ხო და სადგავში კონფერენციაზე გამახსენდა გიჟდები მან ერთი მომენტი არის როცა დაეცემა უკვე ეს ნახატი თავში ბატონ ვასოს ორი წუთი ნუ ასწრებ მოვლენებს ხოლო მიყავთ ეს ვასო უკვე უნდა მოასულიერო რა და ეს ვაჟა საზაევიჩი მიდის და ბატონო ვასო როგორ ახართ ხო არ შეგეშინდათ და გამარჯობა ბატონო ვასო როგორ ახართ ხო არ შეგეშინდათ გამარჯობა ძველი კავალერისტი ხარ ხომ გახსოვთ ბატონო ვასო ნუ აყვებით მამეგას რო გეშინიათ ბატონო ვასო ტანკისტი ომამდე ძალიან კარგი ყოფილი ტანკისტი ხო არ დაგავიწყდეთ რა რამხელა რამე გამოგჩა ტანკისტი აი პროსტა დააკვირდით აი ხო უბრალო ფრაზა არის ტანკისტი ვიყავი ომამდე მაგრამ სინამდვილეში რამხელა ირონია არის ამაში რომ აი რატო არ იყო ომის დროს რატო არ ამბობს რომ ომის დროს ვიყავი ტანკისტი ან იმ ომმა მაიძულა რომ გავხდარიყავი და ომის მერე გავხდი ტანკისტი ტანკისტი ვიყავი რა არის განძია ტანკისტი ვიყავი ომამდეო ომის დროს ასაკეთებდა ეს კაცი რედაქციაში ეკი საკითხავია რა ვიყავი წილი გამოვიხომე რა ისუბი ამას არა მოჭრ ამას არა მოჭრ რა გიხვეწე ამას არა მოჭრ კომენტარებში დაწერეთ რაზე ვიცინი და რას ვიქნოთ კომენტარებში დაწერეთ რა აი ხა მიშვიდებს კარგი რა მგონი ეს იყო დღეს დიდი მადლობა რომ გიყურეთ კომენტარებში დაგვიწერეთ რაც გითხარით მაინც დავაკონკრეტებთ რომ დაგვიწერეთ ამ ფილმის ანალოგია ხო რა გახსენდებათ ან ქართული ფილმებიდან ან უცხოური ფილმებიდან ასევე დაგვიწერეთ თქვენი საყვარელი პერსონაჟი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ცოტა მე უნდა ვთქვა ახო მოგიშ დამთავრდა იყო ჩვენი პირველი სტუმარი ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ეს იყო იმიტომ რომ პირველია მაინც და პირველი მერცხალი არის ასე ვთქვათ ჩვენს პოდკასტში
მადლობა ცოტნე. სულ ასე კაი სტობები ყავდეს ხოლმე რომ სახალისო მოვიდეს და პირიქით ზოგადად მე ხა ნუ ქართული ფილმები ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ ინგლისურებზე, ნუ ამერიკულებს რა ამერიკული ძველი ჰოლივუდის ხო რა კლასიკა ფილმები ჰოლივუდის ნამდვილად კლასიკები უფრო ჩემი სტილი არის. რა თქმა უნდა. ნებისმიერ დროს ავიგე როცა მიდოება თქვენს დიდი სიამოვნებით. ეხლა მე ჩემი საფრთხე ფრაზა მოვსვამ ბოლოებს ხო, მოკლედ ლინკები ყველაფერი აღწერაში იქნება სოციალურების, მათ შორის ცოტნეს ინსტაგრამსაც დავტოვით აღწერაში. გადადიდგა. ცოტნეს ბიოგრაფიას დავტოვით აღწერაში. დავწოლო. ხო, დაგვაფოლოვეთ სხვა ქსელებშიც, რომ რავი რაღაც სიახლეები დაიდება ხოლმე აუცილებლად და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ რამდენ აღდგომას რავალ აღდგომას ზობა გამოგჩა, რაღაცა გამოგჩა. ხო, რა თქმა უნდა, ყველა ჩავლით დღესასწაულთან ერთად, გილოცავთ აღდგომის წინორე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით და შეხვედრამდე. აბა, დროებით. კარგად ნახვამდის.